გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. საღამოშვიდობისა, თქვენ უყურებთ TV პირველს და მე ეკა ჩხეიძე პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. ცხოვრებაში დგება წამი, რომელიც მარადიულობას ინახავს. ამ შინაარსის ფრაზებს თითქოს ფოტოგრაფები ირგებენ და რეალურადაც ზოგჯერ ერთმა კადრმა მთელი ეპოქის ისტორია შეიძლება შეუნახოს თაობებს. ზუსტად ისე, როგორც ეს ჩემი გადაცემის დღევანდელი სტუმრის შემთხვევაში მოხდა. დროშიანი გოგონა წლების მანძილზე ასე ეძახდნენ ფოტოს, რომელზედაც გამოსახული გოგო ზოგს გარდაცვლილი ეგონა, ზოგს მოწამლული, ზოგსაც დაკარგული. დღეს იგი პირველი სტუდიის სტუმარია და ვიმედოვნებ, რომ საინტერესო ისტორიებს მოგვიყვება. ნანა მახარაძეს მივესალმები, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. როგორ ბრძანდებით? არაჩვეულებრივად გამოიყურეთ. მადლობა. საინტერესო საუბარს ველოდებით თქვენგან და ვიდრე საუბარს დავიწყებდე, ყველაზე ჯანმრთელ პროდუქტს წყალს გთავაზობთ. ეს არის მთის წყალი და 0%-იანი ბრომატი. ჯანმრთელობის საწინდარია. ნანა, ცნობილი ფოტო, რომელიც ახლა ვახსენე, 1989 წლის 9 აპრილს არის გადაღებული, ისტორიის კუთვნილებაა. მაგრამ თქვენ ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს? რა ემოცია პირადად თქვენთვის? ამ ფოტოზე გამოსახული 19 წლის გოგონა ძალიან მიამაღება და ძალიან მომწონს. ოღონდ სულ ვამბობ, რომ ამ ფოტოზე გამოსახული გოგონა ჩემთვის არის ერთ-ერთი რიგითი ახალგაზრდა, რომელიც 89 წლის 9 აპრილს იქ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის იდგა და არ იქნება გადამეტებული ნათქვამი, სიცოცხლესაც კი წირავდა საკუთარი სამშობლოსთვის. მე როცა პირველად ვნახე ეს ფოტო, ვიფიქრე რა იყო მასში განსაკუთრებული. ან რატომ აარჩია ფოტოგრაფმა ეს გოგონა? რადგან ფოტო მართლა შევიდა საქართველოს ისტორიაში ფოტო სიმბოლოდ. და შემთხვევითი კადრი იყო, ხო? აბსოლუტურად შემთხვევითი კადრი იყო და მეც შემთხვევით გავიგე ამ ფოტოს შესახებ. როგორი იყო თვითონ ფოტოს ისტორია? რვაში მეგობრებთან ერთად ხატვის სახლთან ვიდექით. მანამდე მოშიმშილეებთან მივიტანეთ თბილი წყალი და თბილი პლედები. კი, იყო მithქმა-მოთქმა, რომ რაღაც შეიძლება და ყოფილიყო მომხდარიყო, ხო, რაღაცას აპირებენ. თითქოს მზადდებოდა რაღაცები, მაგრამ აი ხო იცით მაინც როცა ახალგაზრდა ხარ. არაფრის არ გეშინია. რაღაც სულ იმედი გაქვს, იმიტომ რომ როცა იქ გეხარ აი ესეთი ხალხის გვერდით, თითქოს ერთმანეთის გულები ერთმანეთისთვის ძგერს. ძალას გრძნობდა მხარში დგომას, ხო? დიახ, აუცილებლად, იმიტომ რომ ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი რამ. ჩემი გონებიდან აი არასოდეს არ წაიშლება ეს რაღაცა გაერთიანებული ძალა. რაღაცა სიმტკიცე. საოცარი ღირსება. ამაღლებული. ეს გრძნობა არასოდეს არ წავა ჩემგან. ოღონდ აი ამ ფოტოს ჩემთვის იმის ემოცია რომ ღმერთო აი მე ვარ ამ ფოტოზე და რა კარგია და რა ლამაზი გოგოა არასოდეს არ მოუტანია. კი მქონდა სიამაყის გრძნობა მაინც სადღაც შიგნით, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა მომაინჭა ამ ფოტომ. ალბათ სხვა და ტვირთვა აქვს ვიდრე პირადი ემოცია საკუთარი ფოტო. კი არ არის ისტორიას არასოდეს არ ვამბობ ამას, რომ ფოტო არის ჩემი. აი ამას არასოდეს არ ვაფიშირებდი, აი არასოდეს. და აი წლების შემდეგაც კი
ქუჩაში როცა ვხვდებოდნენ ადამიანები. ფოტოზე წლები არ იცოდნენ ადამიანებმა ვინ იყო გამოსახული. ქუჩაში როცა დავდიოდი, ხალხი მესალმებოდა მაშინაც კი რა თქმა უნდა. ხალხი მესალმებოდა, მეხუტებოდა, მეფერებოდა. ეს იყო აი უდიდესი სითბოს გამოხატულება რა თქმა უნდა ხალხის მხრიდან. მაგრამ ავტორს იცნობთ ფოტოსაც? ქალბატონო ავტორი გავიცანი შარშან პირველად. ჩემი მეგობრის წიგნის პრეზენტაცია. შემთხვევით, აბსოლუტურად შემთხვევით. და ისაუბრეთ, გიცნოთ თუ თქვენ? მე მივედი ბატონიური მეჩეთთან. მივედი და როგორც კი დამინახა, მაშინვე მიცნო. მართლა. გადამეხვია. მე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადე, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მან ამ ფოტოთი ისტორია შექმნა. თვითონ როგორც ამბობს, როცა დაინახა ეს მომავალი კოლონა, ეს შავი დროშებით და ეს ახალგაზრდები, რაღაცა ესეთი გამეხებული სახეებით, ემოციის დაფიქსირება თქვა რომ ავედიო მანქანის სახურავზე და ზუსტად მიხვდი რომ ეს კადრი იქნებოდა ისტორია. ხო, ალბათ ფოტოგრაფებს ეს აქვს და ფოტოს ისტორია საერთოდ იწყება იქედან, რომ მე სტუდენტი ვიყავი მაგ დროს 19 წლის და ცხოვრობდი ბიძასთან. დაბადებული ვარ ჩაქვში, იქ დავამთავრე სკოლა. ცხოვრობდი ბიძასთან და რა თქმა უნდა, ჩემხელა ბიძაშვილები იყვნენ ოჯახში, იყო ასევე ბიძაჩემის ძმა, ისიც სტუდენტი. ნუ ჩვენ გოგოებს კატეგორიულად გვეგრძელებოდა იქ ღამის გათენება. აი ღამე ეს იყო აკრძალული მქონდა კატეგორიულად, რომ იქ ღამე უნდა დარჩენილიყავით. გვიან დავბრუნდით ვაში, სახლში, სადღაც ალბათ 12 საათისკენ და დილით გამთენი ისას, ბიძაჩემის ძმა ჯერ იქ იყო და რა თქმა უნდა ბიჭი იყო და ეხა მისთვის შეიძლებოდა. საშინელმა ბრახუნმა გაგვაღვიძა დილის 6 საათისკენ. და რო დავინახე. ეს იყო აი დასისხლიანებული ნაცემით ან საწმელ შემოგლეჯილი და ზაზა მოგიყვა თუ რა მოხდა და როგორ დაარბიეს რუსთაველზე ადამიანები. გავგიშდი შინაგანად. ძალიან მწამდა იმის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ სუფთა გულით, სუფთა ხელებით იდგნენ, ღმერთი არ გაწირავდა. ამის მართლა მჯეროდა. და ვერავინ ვერ გაბედავდა იმას, რომ იქ ხალხს დაარბევდნენ. სახლიდან გამოვიპარეთ მე და ჩემი ბიძაშვილი გოგო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ქუჩაში ვიპოვეთ ჯოხის ტარი. და ჯოხის ტარზე გადაბმულია შავი ნაჭერი. პლეხანოვზე, სადაც ძველი კინოსტუდია იყო. მოვდივართ ესე დროშით ხელში, გაგიშვებული სახეებით და გაგვაჩერეს ბიჭებმა. სად მიდიხართო? თქვენო იცით იქ საერთოდ რა ხდებაო? გადატენილია ტანკებით, ყველაფერი სნაიპერები ზიან სახურავზე, ნუ იქ წასვლა აბსოლუტურად შეუძლებელია. და მე ვთხარი, რომ არა, ნუ გამორიცხული აუცილებლად წავალთ, თქო. აუცილებლად წავალთ, იმიტომ რომ აი არ ვიცი, მე მაინც მინდოდა, რომ თუნდაც ერთი ადამიანი იქ მდგარიყო და ისევ პროტესტი გამოეხატა აი ამის გამო. ამ ბიჭებმა გითხრეს, რომ ნუ თუ აი ესე არ იშლით, მაშინ დაბრძანდით და ჩვენ წაგიყვანთ. არციც არ ვიცნობდით, რა თქმა უნდა, ვინ იყვნენ. აი ესე მანქანა საყვარ შემდეგ გარდაიქმნა უზარმაზარ კოლონად, ხალხი გამოდიოდა გარეთ. მე მახსოვს მარიოტიდან თავისუფლების მოედნამდე აი თელი აი ეს გზა დახუნწლული იყო ტიტებით. და ჭადრები გადაპენტილი იყო ლექსებით. აუ, როგორი ემოცია. და
არასოდეს ჩემ ცხოვრებაში ალბათ არ დამავიწყდება სისხლისგან გადარეცხილი ასფალტის სუნი რუსთაველზე. აი ეს ყოველთვის მდევს და როცა ამაზე ვსაუბრობთ 9 აპრილთან დაკავშირებით, თითქოს ეს სუნი ყოველთვის მოდის ჩემთან. ეს არის, აი ვერ აგიხსენებთ, ძალიან რთული. ვიცით რომ 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ დღეს. დაჩეხეს, დაწამლეს, გადაუარეს და გაანათეს ალბათ ქვეყანა ამ ადამიანებმა. სულებმა, მათმა სულებმა, რა თქმა უნდა. ნანა, ეს ფოტო რა ტერიტორიაზეა გადაღებული? აი რა მომენტში, რა ადგილას თუ იცი? აი როგორც ამბობს ბატონი იური, ჭავჭავაძეა გადაღებული. თვითონ იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ვაკის პარკშიცო იდგნენო ტანკებიო. მე არ დამინახავს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს ხო დავდიოდით ეს ქუჩებში, ვაკის პარკში ნამდვილად არ დამინახე ტანკები, მაგრამ იქაც იდგნენო ტანკები მაგ პერიოდში და როგორც ჩანს, აი სხვადასხვა ლოკაციაზე. მე თვითონაც არ ვიცოდი სად იყო ეს ფოტო გადაღებული. ერთი დეტალი მაინტერესებს, ვინ არის ბიჭი საჭესთან ფოტოზე რო ჩანს? არ იცნობთ? ძალიან დიდი ხანი ვეძებდი. ამ ბიჭს, აი ძალიან დიდი ხანი. თუ კი სადმე ინტერვიუს ითხოვდნენ 9 აპრილთან დაკავშირებით, ან თუნდაც ამ ფოტოსთან დაკავშირებით, ყველა ინტერვიუში აი ვთხოვდი, ვიხვეწებოდი, იქნებ გამაგებინოთ ვინ არის, ან თვითონ გამომეხმაუროს. მოხდა ისე, რომ როცა ემიგრაციაში ვცხოვრობდი, საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა რაღაც პატარა სიუჟეტის ჩაწერა და ტოსკანაში, არეცოში, სადაც ცხოვრობდი, გამოაგზავნეს გადამღები ჯგუფი და იქ გადაიღეს რაღაც პატარა სიუჟეტი. იმ სიუჟეტში ხმამაღლა გავაჟღერე უკვე, რომ ძალიან გთხოვთ შემომეხმიანეთ, ან ვინმე მითხრას. და იქ ეწერა ერთ-ერთ კომენტარში, რომ ეს ბიჭი ჩემი მეგობარია გურამ ლეჟავა. ვიღაცამ სხვა მოგწერა. ხო, აბსოლუტურად აი კომენტარები ხო არის, არა? ისევე როგორც მე მიპოვეს კომენტარებით ჩემი ფოტო. ანუ ვინ იყო ამ ფოტოზე გამოსახული? თავის დროზე, რა თქმა უნდა. და ვთხოვი ამ ბიჭს, რომ ძალიან გთხოვთ იქნებ რაიმე კონტაქტი. დამაკავშირე. Facebook გვერდი, ან რაღაცა რაიმე კონტაქტი მაინც. და ჩამიგდო Facebook გვერდი. ეს ის პერიოდია, როცა რუსეთში დაბლოკილია ეს Facebook-ი, Instagram-ი, ყველაფერი, იმიტომ რომ უკრაინაში რომ ახალი შეჭრილია რუსეთი და არის ერთი ამბები. აი ძალიან ცოტა ხნის უკან. აი ეს ეხლა წარმოვიდგინეთ, რამდენი 33 წელი იყო უკვე გასული. მაგ დროსაც ვიპოვე ეს ბიჭი და მივწერე. და როგორც კი მივწერე, მაშინვე მიპასუხა. ვაჰ, какие люди. იმიტომ რომ მოსკოვში ცხოვრობდა თვითონ ძალიან გაუხარდა. ძალიან. და მე ვთხარი რომ აი ამდენი წელია მე თქვენ გეძებთ და რატომ არ შემომხმაურეთ თქო და მოდიო თქვენობით არა 33 წელია ბოლო სულ ერთ ფოტოში გხედავენო და იცით რაღაც საინტერესო რაღაცები მითხრა. მთელი ამ ხნის განმავლობაშიო ვაკვირდებოდიო ეს ყველაზე ცნობილი გოგო მთელი ამ წლების განმავლობაში რაში გამოიყენებდაო ამ ფოტოსო. სად დადგებოდიო, რომელ მხარეს დაიჭერდიო და საერთოდ რას გააკეთებდიო ცხოვრებაში. და მე ვთხოვე, ძალიან გთხოვ, მე სულ ვამბობ, რომ არ გიცნობდი და მომიყევი შენი ისტორია, როგორ იყო ყველაფერი, რასაც მე ვყვები. ზუსტად ისე იყო თუ ან რაღაც არ მახსოვს, ან იქნებ შენ თქვა.
ზუსტად ისე იყო, როგორც შენ ყვები, ოღონდ მე დავამატებდიო ერთ შორიდან რომ დაგინახეთო ეს ორი გოგო. თავცაც ლამაზი გოგოები იყავითო და თვითონ მითხრა რომ ახალი დაბრუნებული იყო, დარბევაში თვითონაც მოყვა გურამი. მითხრა რომ მისი საცოლე მოშიმშილე იყო და იქ შიმშილობდა იმ პერიოდში. და საერთოდ ძალიან ჩართული იყო ამ მოვლენებში, კი, მოძრაობაში. ჩემგან განსხვავებით, იმიტომ რომ მე ვიყავი რიგითი სტუდენტი. სრულიად ხო. დღეს იმის პროპაგანდაც მიდის, რომ აი ეს გოგონა კადრში შემთხვევით მოხვდა და გახდა სიმბოლო და ასე შემდეგ. და გმირი 1000 ჯერ ვამბობ და კიდევ ერთხელ დავადასტურებ თქვენს გადაცემაში, რომ ერთი რიგითი სტუდენტი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა და უყვარს თავისი სამშობლო, რომელიც რითიც შეეძლო ის ეხმარებოდა ეროვნულ მოძრაობას, ყოველ საღამოს იდგა მიტინგებზე და დიახ, ეს გოგონა შემდეგ მეორე დღეს, როცა ალბათ ყველაზე საშიში იყო გამოსვლა ქუჩაში, რადგან ტანკები, სნაიპერები იდგნენ ჯერ კიდევ ქუჩაში და ხალხი იყო საოცრად დაშინებული. გაბედა, გამოვიდა ათასობით ადამიანთან ერთად ისევ ყოველგვარი გადამეტების, აი ძალიან მეუხერხულება ხოლმე, როცა ამბობენ გმირი გოგონა და ასე შემდეგ. არა ბატონებო, რიგითი სტუდენტი გოგონა. და თქვენი ურთიერთობა გაგრძელდა თუ დასრულდა თუ კონტაქტი გაგა საოცრებლად. შემდეგ მოხდა ისე, რომ ხშირად ვესაუბრებოდით ერთმანეთს, მომიკითხავდა ხოლმე მეც მოვიკითხავდი და შემდეგ გაქრა სადღაც რამოდენიმე პერიოდი. და რამოდენიმეჯერ დაურეკა ტელეფონით ნომერზე. არ მიპასუხა. და რამოდენიმე ხნის შემდეგ მირეკავს და მეუბნება. ექიმებმა მითხრეს, რომ ცოტა კიბო მაქვსო. კაი რა. მეთქი ცოტა კიბო არ არსებობს გურამ. არა ხო, ცოტა კიბო მაქვსო. ვიწექი 2 თვე საავადმყოფოში და დღეს გამოვიპარეო საავადმყოფოდან. და დამირეკა იმისთვის, რომ მოელოცა ჯილდო. ღირსების медаლი. მეთქი ეს медаლი გურამ ყველას ეკუთვნის, ხო იცი? ყველას, ვინც მაშინ იქ 9 აპრილს იქ იდგა. ყველა ქალს, ყველა კაცს, ყველა ახალგაზრდას, ყველა მოხუცებულს, ყველასია ეს медаლი და შენიც თქო. უკვე მეგობრებს უთხარი, რომ გიპოვე თქო. და როდის ჩამოხვალ, რომ აი ერთად დავდგეთ. და კიდევ ერთხელ გადავეხვიოთ ერთმანეთს. ზაფხულისკენ ვაპირებო ჩამოსვლას. ძალიან ველოდებოდი, აი ძალიან. დაბადების დღის მისალოცად რომ შევედი მის Facebook გვერდზე, დამხვდა სამძიმარი. გურამ რატომ გააკეთე ეს? რატომ წახვედი? გამოვიდა ისე, რომ გურამი გარდაიცვალა. 33 წელი ვეძებე და ბოლოს მაინც ვერ შევხვდით ერთმანეთს. ის მანქანა ცოცხალია. თეთრი წყაროს რაიონიდან იყო გურამი და მის ეზოში დგას ეს მანქანა. გურამი დაკრძალულია, რა თქმა უნდა, საქართველოში. ძალიან სამწუხარო ისტორია. როგორ ფიქრობთ, გაგიმართლათ, როცა ფოტოობიექტივში თქვენ მოხვდით? ხო შეიძლებოდა ესეთივე შემთხვევითობით სხვა მოხვედრილი იყო თქვენს ნაცვლად? უდიდესი პასუხისმგებლობა დამამკისრა ამ ყველაფერმა. ოღონდ მართლა. მე საერთოდ შინაგანად ვარა ესეთი ადამიანი, რომ ვცდილობ ყველაფერს მოვეკიდო პასუხისმგებლობის გრძნობით და ეს მართლა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ატარო მთელი შენი ცხოვრება ის სტატუსი გოგონა შავი დროშით ხელში 9 აპრილიდან, როცა ალბათ მთელი საქართველო გიცნობს და შენ ზუსტად როცა იცი ეს ისტორია, რომ ეს არის კადრია, ესეთი გაელვება. ძალიან რთულია, ძალიან.
დიდი სიამოვნებით ვიტყოდი, რომ ყოფილიყო ვინმე სხვა. ამას მთელი გულწრფელობით ვამბობ. ნებისმიერი რიგითი ადამიანი არის ჩემთვის იმ ფოტოზე. მესმის. თუმცა ამ ფოტოთი საქართველოს ისტორიის ნაწილი გახდით. შეგიძლიათ ამ გადასახედიდან მითხრათ, აი რა მოგიტანათ აი იმ ერთმა წამმა? ადამიანების უდიდესი სიყვარული. სიყვარული. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი პატივი, რაც ამ ფოტოთი მერგო. მე აი ახლა 36 წლის შემდეგაც ვდგევარ ჩემი ახალგაზრდების გვერდით, ჩემი შვილის გვერდით, მისი მეგობრების გვერდით, მეგობრების მეგობრების გვერდით. და არის ბევრი საინტერესო და ესეთი გულთბილი ისტორიები, როცა ნოემბერ-დეკემბერში გვარბევდნენ, რასაც ქვია, ჭიჭინაძის კუთხეში. ვდგევართ მე და შვილი, ჩემი შვილი რობოკოპების წინ. და იქ უკვე როცა ყოველდღე დადიხარ და უყურებ ამ სიტუაციას, იცი მათი მოქმედება როგორ უნდა ხდებოდეს. ანუ ჯერ წინ დგას პოლიცია, უკან რობოკოპები, როცა პოლიცია ინაცვლებს უკან რობოკოპები გადმოდიან წინ, შემდეგ უცებ იშლებიან რაღაც მომენტიდან, მერე გამოდის მორბენელთა რაზმი და ნუ ეს უკვე შესწავლილი ქონდა ეს მათი სტრატეგია და ვდგევართ კუთხეში ჭიჭინაძის სასახლიდან და ერთი ბიჭი მეუბნება, რომ ცივა, საშილად ცივა შეფუთულები ვდგევართ და ერთი ბიჭი მეუბნება, რომ ქალბატონო, აქ ნუ დგეხართ საშიშიაო. და გავხედე და თქვენს გვერდით რისი უნდა მეშინოდეს თქო, ნუ ახალგაზრდები იმ აზრით, რომ ახალგაზრდები არიან. და რომ შემომხედა ამ ბიჭმა, თქვენ ბრძანდებითო? იცნო. მე თქვენ რა უნდა გასწავლოთ აქ ალბათ ზეპირად იცით მთელი ეს ტერიტორიაო და მე თქვენ რა უნდა გასწავლოთო? თან იმიტომ არ მეშინია რომ ჩემს მეუღლეს თქვენ სულ თან დაჰყავხართო. თქვენ ვერ გავიგე რას ვეუბნები და დაუძახა თავის მეუღლეს, რომელიც ორ ნაბიჯში იდგა, ესეთი წითელთმიანი ულამაზესი გოგონა მოვიდა და ეს თავის მეუღლე ეუბნება, აჩვენეო, ამ გოგონას აიწია ხელი და აქ ქონდა ტატუთ დახატული ეს გოგონა დროშით ხელში მანქანა, აი ეს ფოტო ზუსტად. ფოტო ქონდა ასახული. ეს იცით როგორი შეგრძნებაა, როცა ფოტო შავთეთრია. და ამ შავთეთრი ფერებიდან შენ ფერად ახალგაზრდა თაობას რომ მაინც სტიმულს აძლევ. ალბათ ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც ამ ფოტოს შეეძლო მოეტანა ჩემთვის. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჩემთვის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, რომ გავდივარ ქუჩაში და ახალგაზრდები მხვდებიან, მაჩერებენ, მადლობას მეუბნებიან. ძალიან უხერხულია, მართლა, აი ძალიან უხერხულია. კი, სიამოვნებს, მაგრამ აი ამ ფოტომ ეს მოიტანა. აი რა შეგიძლიათ უთხრათ ახლა იმ ნანას? ის ნანა ძალიან მომწონდა. იმიტომ რომ ხასიათი მაქვს ესეთი დაუმორჩილებელი. მე ალბათ ასაკი როცა გემატება რაღაცეებს განსაზღვრავ, რაღაცეებზე ფიქრობ, ალბათ უფრო წინდახედული ხდები თუ აი არ ვიცი, მაგრამ ის ნანა დღესაკიდან ვეტყვი რომ ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ ის ნანა იდგა იქ აი იმ სწორ მხარეს, სადაც უნდა მდგარიყო. იყო საოცრად თავისუფალი. ყველას გონია რომ აი მარტო ის შავთმიანი გოგონა დროშით ხელში. სხვა დანარჩენი ისტორია ხო არ იცით. მე ვიყავი ძალიან თავისუფალი შინაგანად როგორც ადამიანი. საოცრად მიყვარდა კინო, თეატრი და მუსიკა.
აი აკაკი ბაქრაძის ლექციებს ვესწრებოდით უნივერსიტეტში. იქედან შემდეგ გავიქცეოდი რუსთაველის თეატრში და ლადო ბურდულის ჯგუფს რეცეპტი ერქვა, ეს იყო პანკ-როკის ჯგუფი და იმათ რეპეტიციებს ვესწრებოდი. წარმოგიდგენიათ. მე მახსოვს ფესტივალის ფილმები გადიოდა ამ ირანში. და დავდიოდი ყველა ფილმზე. ფელინზე, ტარკოვსკიზე, იაპონური ფილმები ჩამოიტანეს მაშინ, ტარკოვსკის ნოსტალგია რომ ნახე, გამოვედი და შემდეგ სეანსზე ისევ შევედი. ნანა იყო ისეთი, რომელსაც აინტერესებდა ყველაფერი, აბსოლუტურად. თუ კი რაიმე მოძრაობდა დედამიწის ზურგზე. და როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება? 9 აპრილის მერე. 9 აპრილის შემდეგ როცა ეს ფოტო დაიბეჭდა და გამოვიდა გაზეთებში, მაშინ არ იყო არც მობილურები, რა თქმა უნდა, ეს წინა საუკუნეში ხდება. დაამერიკა დედამ და ტიროდა ტელეფონში. მათაც ნახეს, რა თქმა უნდა, ეს ფოტო, ეს ჩაქვში უკვე ხდება, ხო? ჩემი მშობლები იქ არიან. დაამერიკა დედამ და მეუბნება, რომ სასწრაფოდ ჩამოდი. მამა შენი ძალიან ნერვიულობს, მოწამლული ხარ თუ არა და მამიდა შენი მოკლავსო. აი სრული ამ სიტყვით. აქედან ვცდილობ, აი ყველაფერი მოვიგონა, აი ყველა ტყვილი მოვიგონა, რომ არ წავიდე. იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ აი რისთვის უნდა წავიდე იქ? ფიზიკურად მე არაფერი არ მჭირს და აქ ისეთი საოცრებები ხდება. ისეთი ამბები ტრიალებს, რომ აი ამ ეპიცენტრში გინდოდა კი. და მამიდა რატომ მოკლავს? მამიდა რატომ? მამიდა ვინ იყო ესეთი? მამიდას ძალიან მკაცრი იყო. თან ეს მოკლავს პირდაპირი მნიშვნელობით არ იყო, მაგრამ სადღაც მაინც იყო შიგნით რაღაც ესეთი მარცვალი, იმიტომ რომ მამიდას ეკაო ძალიან მაღალი პარტიული თანამდებობა და მაინც რაღაც ის თავისი პასუხისმგებლობის მაინც იყო. რას უკეთებ ღალატობ, ხო? ხო, რაღაცა ესეთი დაახლოებით ალბათ და მამიდასთან შეხვედრა მერე მართლა ეს იყო? მოკეთ და ჩემი სტილმა გაჭრა, რა თქმა უნდა. სადღაც ალბათ 11-12-ში ჩავედი ჩაქვში და დავყავე ერთი კვირა ჩაქვში. დედას დავყავდი აი ეს ხელჩაკიდებული. რატო? აი, იმიტომ რომ თითქოს არ უნდოდა რომ გავეშვი, არ უნდოდა რომ უკან წასულიყავი. და სულ მეკითხებოდა რომ დედა აი როგორ გაბედე, როგორ არ გეშინოდა, როგორ წახვედი, როგორ დადექი იქ. მით უმეტეს აი ამ ამბების შემდეგ. მამასაც იგივე შეკითხვა ჰქონდა. აი რისი უნდა ვფიქრობდი, ჩემთვის რისი უნდა შემშინებოდა. როცა ამას 19 წლის გოგოს ეკითხები, აი რისი უნდა გეშინოდეს. მე მამა ჩემის უჯრაში იპოვე ყველა შენახული გაზეთი. ყველა ამოჭრილი სტატია ამ 9 აპრილთან დაკავშირებით. აი ამ ღამესთან დაკავშირებით და მახსოვს ესეთი ფრაზა რომ ჟურნალ ცისკარში ეწერა თურმე რა ძალა ქონიათ ამ კევი ღეჭია და მზესუმზირე ჭამია ბავშვებსო. და ყველა გაზეთიდან იყო ეს 9 აპრილის ფოტო ამოჭრილი და მამა ჩემს ჰქონდა შენახული. ანუ მამა შინაგანად ამაყობდა ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ჩანს მაინც შობლის ხვედრი ესეთია რომ შიში ჰქონდა მაინც და იცავდათ ამისგან. შემდეგ რა თქმა უნდა მომიწია მამიდასთან მისვლა, ჩასვლა ხელვაჩაურის რაიკომში. და გადამიხია ჩამახუტა, ორჯერ მომწიწნა თმა და მითხრა რომ თქვენ იცით რა გააკეთეთო. და თქვენ იცით რას ნიშნავს თავისუფლება. ან იცით ეს რამხელა პასუხისმგებლობაა. ან შეეჭიდებით ბოლომდე ამხელა მანქანას. აი ეს კითხვები იყო მამიდასგან. და მე სულ პასუხობდი შენ არ იცი იქ რა ხდება. შენ არ იცი
რა ძალაა, როგორი მუხტია. შენ არის ჩვენ სოფლიოს შევცვლით, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და მიყურებდა მამიდა ჩემი. ალბათ ფიქრობდა, რომ ეს არ იქნებოდა ასეთი იოლი. იმიტომ რომ ზუსტად იქ მუშაობდა, რასაც იმ პერიოდში რის წინააღმდეგად ჩვენ ვიბრძოდით და ამ მანქანის დამტვრევა, რომ ასეთი იოლი არ იქნებოდა, ალბათ ეს მან ზუსტად იცოდა. დავბრუნდი უკან თბილისში. ერთი კვირა დავყავი და 99 წელში 28-ში იყო აღდგომის დღესასწაული. 28-29 რიცხვი იყო. წავედით სიონის ტაძარში და პარაკლისი გადაიხადეს 9 აპრილის დაღუპულთა სულებისთვის. სახში დაბრუნებულს ბიძა ჩემი დამხვდა ფეხზე და მეუბნება, რომ სააღდგომოდ ჩაქვში მივდივართო. მოთხარი 2 დღის უკან ჩამოვედი ლამის და წადით თქვენ, ანუ საკუთარ დასთან მიდის ხო ოჯახში. წადით თქვენ და მე არ წამოვალ. არა აუცილებლად უნდა წავიდეთ, აუცილებლად უნდა წავიდეთ. ძალიან მომენანტრნენ. დავჭერით და წავედით ქალბატონო ეკა. რომ ჩავედით ჩაქვში. ზუსტად აი სადაც გზა მიდის ცენტრალური, ესეთი პატარა შესახვევია და აი შესახვევიდან უკვე ჩანს ჩემი სახლი. ეზოს კარები იყო ასეთ გადაშლილი საერთოდ და ძალიან ბევრი მანქანები იდგა ამ ჩემს სახლთან. მე ვფიქრე აღდგომა და სტუმრებიან, მამიდა ჩემმა ჩამოიყვანა სტუმრებიან, მამა ჩემი სამსახურიდან. მივდივარ ასეთ ვარდისფერ კაბაში მომღიმარი, ვესალმები ყველას ასეთი გაღიმებული და შევდივარ სახლში და აი არ ვიცი, ვერ ხვდები ეს როგორ მოხდა. დღემდე აი ვერ ხვდები, იმიტომ რომ მე ჩემი დამიყვებოდა. ნუ თუ არ გესმოდაო. ინგრევა აი კივილით, ტირილით თან დასავლეთში წარმოიდგნენ. და ვერ მივხვდი ვინ იყო გარდაცვლილი. ვერაფრით ვერ წარმოვედგინა. აი ვერაფრით. დედა გარდაიცვალა. რომელიც 2 კვირით ადრე აი ესე ხელს არ მიშვებდა. სამსახურში როგორც მითხრეს სისხლის გაჟონვით და როგორც მითხრეს ძალიან ინერვიულა. ეს რომ მითხრეს რომ ძალიან ინერვიულა ამ თემაზე არ მიკითხია ეს. იმიტომ რომ ამის დაშვება საერთოდ არ მინდა. არ მინდა რომ ამაზე ვფიქრობდე. დედა ჩემის გარდაცვალების შემდეგ დედაჩემს და მამაჩემს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ. ზუსტად 1 წელიწადში გარდაიცვალა მამა. კაი, ვერ გაუძლო. უმისობას. 1 წლის განმავლობაში 4-ჯერ გადაიტანა ინფარქტი. კარგი რა. და მე მახსოვს ბოლოს რომ აცილებდა მატარებელზე, აი ამ 1 წლის განმავლობაში არ დადაგებში ხო ჩავდიოდი, რომ აცილებდა მატარებელზე და ხელი რომ დამიქნია, რაღაც ესე გავიფიქრე გულში, რომ რანაირად მიქნევს ხელს თითქოს ბოლოჯერ მემშვიდობება თქვა, ეს გრძნობები რაღაცა ეს წინათ გრძნობები რაღაც მახასიათებს და აღარც გინახავს? არა, მე აღარც მინახავს. აღარც მინახავს ცოცხალი მას შემდეგ. აი მაშინ რომ გეკითხათ ჩემთვის მეშინოდა თუ არა. თავს რომ ვიდებ ახლა რომ იმ 19 წლის გოგონას ფოტოზე არაფრის არ ეშინოდა, მაშინ რომ გეკითხათ ძალიან შემეშინდა. ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე არ მყავდა 2 ყველაზე ძვირფასი ადამიანი. დედამიწის ზურგზე აი ვისიც მჯეროდა, ვისიც ვისი იმედიც მქონდა და ვინც ხელით გატარებდა. ვინც ხელით მატარებდა კი. დავრჩით მე, ჩემი ძმა და ჩემი და. მამიდამ მიატოვა სამსახური და გადმოვიდა ჩვენთან, რომ მიეხედა 3 ძმისშვილისთვის. და მე ვამბობ დღეს რომ აი დედაჩემი და მამაჩემი აი ცოტა ისეთ პატარა ასაკში რომ ყოფილიყავი, კიდევ უფრო პატარა ასაკში, რაღა პატარა 19 წელი
მქონდა საშუალება მხოლოდ მშობლებთან ურთიერთობის. მამიდას ალბათ დედას დაუძახებდი თქო, იმდენი ზრუნვა და ამაგი აქვს სამივე ძმისშვილზე. ესე თავისი შვილები არ ყავდა? არ ყავდა მამიდას თავისი შვილები, ასე რომ ამ 9 აპრილს იმის გარდა რომ უდიდესი ტკივილი დამიტოვა როგორც დღემ, ჩემი პირადი ტრაგედიებიც ახლავს ამ ისტორიას. ამიტომ ჩემთვის ძალიან რთულია ბევრი ხანი, ძალიან ბევრი წლები არ მიყვარდა გაზაფხული და საერთოდ ასოცირდებოდა ტიტების დანახვაზე საერთოდ ძალიან ცუდად მეც არ მიყვარს ეს ტიტები, დღემდე არ მიყვარს. ზუსტად 9 აპრილს მოვუყვები 9 აპრილის შესახებ. პირველი დღე იყო ფლორენციაში, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ქუჩაში, ბაღში გავათენით. ერთ მუჭა მიწასთან ქისაში ბალიშის ქვეშ უდოთ. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. ემიგრაციაში ცხოვრება გაგრძელდა. რატომ წახვედით ემიგრაციაში? იცით, ბევრს გონია რომ ეს გოგონა 9 აპრილის ფოტოდან 9 აპრილის შემდეგ მაშინვე წავიდა ემიგრაციაში. მიატოვა საქართველო, არის ეს ისინიც რა ქვია. ემიგრაციაში წავედი 2011 წელს. ანუ ზუსტად ისეთივე ცხოვრება განვლე 1999 წლიდან 2011-მდე ზუსტად ისე ვიცხოვრე, როგორც ცხოვრობდა საქართველოში ნებისმიერი მოქალაქე. ანუ ზუსტად ისე გავიარე პუჩი, თბილისის ომი, ისე გავიარე აფხაზეთის დაკარგვა, რომელიც ჩემთვის უზარმაზარი დარტყმა იყო, ასე გავიარე 2008 წლის ომი და 2011-ში მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან ცოტა ხნით წასულიყავით, რომ რაღაცით გაგვიუმჯობესებინა ჩვენი მატერიალური მდგომარეობა. 2011-ში წავედით და წელიწად ნახევარში ჩემი მეუღლე უკან დაბრუნდა. ვერ გაძლო. არა, იქ ძალიან რთულია. ჯერ როცა მიდიხარ, მაშინ არ იყო ესეთი სიტუაცია, რომ ვიზა ქონდა, თუ უბრალოდ უვიზოთ შეგეძლო წასვლა. ჯერ ორი დღე და ნახევარი ავტობუსით ვიარეთ, შემდეგ გემით, რომელიც კი ამჩაიცირა. ისეთ შტორმში მოხვდით და შემდეგ ისევ მატარებლით და იტალიაში ჩასვლის დღე, პირველი დღე იყო ფლორენციაში, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ქუჩაში, ბაღში გავათენით. იმიტომ რომ ვერსად ვერ ვიპოვეთ წასასვლელი და მეორე დღიდან დავიწყეთ იმის ძებნა, სად უნდა გვეცხოვრა, სად უნდა გვემუშავა და ასე შემდეგ. ძალიან ძნელია, როცა მიდიხარ ქალბატონაიკა. შვილი დატოვეთ, ხო? შვილი დავტოვეთ, რა თქმა უნდა, შვილი დავტოვეთ ბებიასთან. არ იყო პატარა. იყო 19 წლის მაშინ, მაგრამ ალბათ მაინც ყველაზე რთული ეგ არის, რა მნიშვნელობა გამდენ წლის არის, როცა ამ ასაკში მით უმეტეს ორივე მშობელი ერთად და ჩემი შვილი მაინც უფრო მამას გოგო იყო. გიждდებოდა მამაზე. ორივე ერთად რო წავედით, ეს ძალიან დიდი ტრამვა იყო მისთვის. იქ რომ ჩადიხარ, არც საბუთი გაქვს, არც ენა იცი, ძალიან ძნელია ვინმემ დაგეხმაროს. იმიტომ როცა სამუშაოდ შედიხარ სადმე, რაღაც სალაპარაკო მაინც ხონდა, კონტაქტი ელემენტარული ხო, რომ კონდეს.
მოგვიწია ალბათ 3-4 თვე აი ესე ლოდინი და შემდეგ მე დავიწყე მუშაობა საოცარ ოჯახში. საოცარ ოჯახში, რომლის სითფო მომყვება დღემდე და იქ იმ ოჯახმა მასწავლა იტალიური ენა. და ოჯახი სადაც თითქმის არაფერი არ მევალებოდა, უნდა მელაპარაკა მხოლოდ ბაბუასთან, რომელსაც გული აწუხებდა და არ მოსწონდა რომ მარტო იყო. ავდა მეუღლე, შვილები, არაჩვეულებრივი შვილები, ყველანი, თან ყვებოდნენ ზედს, ისეთი საოცარი ოჯახი იყო. იტალიელები არიან განსაკუთრებული ადამიანები. თუ კი დაინახეს, რომ შენ გული თუ დგები შენ საქმეს, პირველ რიგში დგეხარ შენ. და ყველა ამბობდა ჩემზე, სადაც კი მიმუშავია, რომ მე ვიყავი მათი შვილი. არასდროს არავის არ უთქვია, რომ ეს იყო დამხმარე ოჯახში ან რამე, ყველა მეძახდა შვილს. და რამდენი წელი დაყავით? 11 წელი. მაგრამ ჩემი მეუღლე წელიწად ნახევარში დაბრუნდა უკან, იმიტომ რომ მამაკაცის სამსახურები ძალიან რთულია, ძალიან. წელიწად ნახევარში დაბრუნდა და ზუსტად 4 თვეში ისიც გარდაიცვალა აბსოლუტურად ჯანსაღი ადამიანი. ხო, საშინელი ისტორიებს ყვები, მაგრამ ესე იყო ჩემი ცხოვრება, რა ვქნა. გარდაცვალებამდე ეს იყო 3 იანვარი. სამსახურში ვარ ჩვეულებრივად და მაშინ სკაიპები იყო. სკაიპით მირეკავს ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი. და ჩემი პირველი მეუღლე, დათო. არ ვიცი დედამიწის ზურგზე თუ დადის ესეთი ადამიანი, ესეთი, აი არ ვიცი როგორ აგიხსნათ. მთელ ქალაქს დასწყვიტა გული. ვერელი ბიჭი იყო, მთელ ქალაქს ძალიან დიდი სამეგობრო წრეყავდა და უზომოდ უყვარდა ყველას, უზომოდ. იმიტომ რომ მას შეეძლო უკანასკნელი ლუკმა გაიღო სხვისთვის. მირეკავს ჩემ შვილი და ჩემ მეუღლე სკაიპით და მეუბნებიან რომ შობა მოდისო. და ჩემ ქმარს საერთოდ ძალიან კარგად შეეძლო კერძების მომზადებაც. და გეხვეწებიო, მითხარიო ხარჩო როგორ მზადდებაო, მეგრული ხარჩო, ბიჭებს უნდა დავახვედრო, უნდა გავაგიჟო. მე ვთხარი რომ აი ხა ზუსტად ის დროა რა, აქ ვახშმობენ. ნახევარ საათში დაგირეკავ და ყველაფერს გეტყვით. იტალიელებთან კი ისე ხდება, რომ ზუსტად 8 საათზე არის ვახშამი მთელს იტალიის ტერიტორიაზე. მივბრუნდი, როცა ვახშამი მორჩა, მივბრუნდი და დამხვდა მონაწერი ჩემი შვილისგან. დედა მამიკო უცებ ძალიან ცუდად გახდა, სასწრაფოს დაუძახეთ და წავედით კამოს ქუჩაზე საავადმყოფოში. ველოდები, ვრეკავ, კაცი შვილი არ მცემს პასუხს. და სადღაც დილისკენ გამთენიისას მირეკავს ჩემი შვილი და მეუბნება რომ დედაო, ყველა მეუბნებაო რომ იმდენად გაუგნებული იყო. ყველა მეუბნებაო რომ დედასო არ უთხრაო, მაგრამ როგორ არ უნდა გითხრაო, ყოველ 5 წუთშიო, მე რომ მამიკოსო როგორ დაელაპარაკებოდიო. ვერ გავიგე რას მეუბნებოდა ჩემი შვილი. დედა მამიკო აღარ ყავსო. ასე რომ ჩემი მეუღლეც აი ესე უცებ გარდაიცვალა. ზუსტად ანუ ეს რომ მითხრა მაშინ პირველად ვიგრძენი რომ როგორ ხანაობს დედამიწა საერთოდ. ზუსტად 3 დღეში დასვენების დღე მიწევდა და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა გოგომ ქუჩაში ვერ მიცნო. აი ვერ მიცნო საერთოდ. ვერ დაიჯერა რომ მე ვიყავი. აი ამ 2 თუ 3 დღის განმავლობაში 8 კილო მქონდა დაკლებული. აი არ ვიცი. ემიგრაციამ ზოგადად რაზე დაგაფიქრათ? იცით რა არის? სხვადასხვა ჭრილიდან უყურებ ხოლმე ამ ყველაფერს. როცა ჯერ ვიტყვი იმას, რომ ქართველ ემიგრანტზე რაღაც ქართველი ემიგრანტები რაღაც განსაკუთრებულები არიან.
აი ამ 11 წლის განმავლობაში შევხვდი ყველა რჯულის, სარწმუნოების, ეროვნების ადამიანს, ემიგრანტებზე მაქვს საუბარი. და ნუ რა თქმა უნდა, ყველას აქვს ეს მონატრების გრძნობა. ქართული ემიგრანტი იცით განსხვავდება. ამბობს ღმერთო როგორ მომენატრა ჩემი ქვეყანა. ეს პირველი სიტყვებია, რასაც ამბობს. ანუ არ ამბობს ღმერთო როგორ მომენატრა დედა, შვილი, ქმარი, ოჯახი, ხე, ბოსტანი, რა ვიცი, ამას არ ამბობს. პირველი, რასაც ის ამბობს, ეს არის ღმერთო როგორ მენატრება ჩემი ქვეყანა და თვალები. თვალებით აუცილებლად იცნობთ, რომ ქართველია. ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა ეს. წარმოიდგინეთ რაღაცებზე სვესთ მომღიმარებები, მაგრამ აი ემიგრანტებთან დაკავშირებით სულ ძალიან მძიმეა, რომ ღიმილიან თვალებში უსასრულო სევდა. ემიგრაციამ ბევრი რამე მასწავლა. ძალიან ბევრი რამე. რომ შენ თავის პატრონი შენ ხარ პირველ რიგში. რომ ეს აუცილებლად უნდა იცოდე, უნდა გამოვიწრთო, უნდა ფეხზე დადგე, ყველაფერი უნდა გააკეთო, აი ყველაფერი უნდა გააკეთო. აქ ცუდად ცხოვრობ თუ კარგად ცხოვრობ, მაინც მეგობრის იმედი გაქვს, მშობლის იმედი გაქვს, ახლობლის იმედი გაქვს, ვიღაცას დაელაპარაკები და იქ ესე არ ხდება. იქ ძალიან ბევრი დრო სჭირდება. იქ ჩადიხარ თითქოს და თავიდან უნდა დაიბადო, თავიდან უნდა ნოლიდან იწყებ. აბსოლუტურად ნოლიდან იწყებ. არავინ არ იცის შენ ვინ ხარ. და რატომ უნდა გცეს ვინმე პატივი, თქვა, რატომ მეტეს ხელი გაგიმართოს ან და ხო, აი რატომ დაუყვარდე. აი მაშინდელი საქართველოს როგორი ჩანდა ემიგრაციიდან? საქართველოს 3 მილიონიანი ქვეყანაა და იტალიაში 60 მილიონი ცხოვრობს. აი ესეთ უზარმაზარ ქვეყანაში, სადაც 1000 ეროვნების ადამიანს აქვს თავი მოყრილი და ყველა გრძნობს თავს დაცულად, ლაღად და ღიმილიანად. და შენ იქიდან შენს ქვეყანას ხედავ, როგორც ერთ წერტილს, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა, თითქოს იმისა, რომ 90-იანი წლების შემდეგ ამოვედით ნელ-ნელა აი ჭაობიდან, არის საერთოდ განსხვავებული სამყარო. და შენი ქვეყნის შესახებ არავინ არაფერი არ იცის. მე, როცა ვამბობდი, რომ ვარ ქართველი, ვუხსნიდი სად არის საქართველო. ვუხსნიდი, რომ გვაქვს ჩვენი საკუთარი ენა, სამი სახის დამწერლობა, რომ ჩვენ მრავალხმიანი სიმღერები გვაქვს. იქ თითოეულ ემიგრანტს ქალბატონო ეკა თავისი წილი საქართველოს გულით დააქვს და თითოეული ემიგრანტი არის საკუთარი ქვეყნის ელჩი. შენ როგორც წარმოაჩენ შენ ქვეყანას, ზუსტად ისე როგორც გააცნობ. და მე დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ემიგრანტების უდიდესი დამსახურებაა, რომ საქართველო უკვე ევროპა იცნობს როგორც სახელმწიფოდ. იმიტომ რომ ქართველი ემიგრანტები ამაში დებენ უდიდეს ძალისხმევას. უდიდეს დაწყებული თუნდაც იმ ფოტომასალით, იმ ვიდეო მასალით, საქართველოსთან გაგზავნილი სუნელით, ან ჭადის ფქვილით, ან ფოტოებით საკუთარი შვილების, რომელიც შემდეგ აი ამ ერთ მუჭა მიწასთან ერთად ესეთი გამოფმულ ქისაში ბალიშის ქვეშ უდევთ. ჩემთვის ძალიან სენტიმენტალურია. 11 წელი გავიდა ძალიან ჩქარა, რა თქმა უნდა. რომ გითხრათ, რომ ამ 11 წლის განმავლობაში ბევრი რამე მოვახერხე, ამით ვერ დავიკვერხნი, რა თქმა უნდა. აი რაღაც დოვლაც მოუყარე თავი, ამით ვერ დავიკვერხნი. თუმცა იყო იტალიური ქორწინება. იტალიური ქორწინება ნამდვილად იყო
და არის საბედნიეროდ, იმიტომ რომ ჩემი პირველი მეუღლის შემდეგ ნამდვილად არ მეგონა რომ მეორედ გადავდგამდი ამ ნაბიჯს. შემთხვევით გავიცანით მე და მარკომ ერთმანეთი. ტიპიური იტალიელი ოჯახის შვილია. ოღონდ თვითონ არატიპიური იტალიელი. მისი ოჯახი არის ხმაურიანი, სტუმართ მოყვარე, ყველაფერი რომ აინტერესებთ, ყველაფერს გეკითხებიან, გასწავლიან, უნდა რომ აი გუში ჩაგიხუტონ. მარკო პროგრამისტია სპეციალობით და ამით მე მგონი ყველაფერი ნათქვამია. ხომ იცით პროგრამისტები როგორებიც არიან, თავის საქმეში ჩაფლული, ინტროვერტი. ძალიან სერიოზული, ამავე დროს ძალიან რომანტიული, ძალიან კეთილი, უაღრესად კეთილი, საოცარი მამა, იმიტომ რომ მარკოს პირველი ქორწინებიდან ყავს 2 ქალიშვილი, ჩვენი შვილები რა თქმა უნდა მეგობრობენ, იმიტომ რომ ანა ხშირად გსტუმრობდა იტალიაში. აი როგორ მოუყევით იტალიელ მეუღლეს იმ პერიოდის ისტორია? 9 აპრილის იმ ფოტოს ისტორია. ზუსტად 9 აპრილს მოუყევი 9 აპრილის შესახებ და სხვადასხვა არც მარკომ არ იცოდა რომ საქართველოს შესახებ იცოდა, მაგრამ არ იცოდა რომ ქართული ენა არსებობდა, როგორც ესეთი. საქართველოს აი რატომღაც ეგონა რომ ჩვენ რუსულად ვლაპარაკობთ. მაშინ ყველა ვინც მეკითხებოდა და ისედაც მეუბნებოდნენ რომ საქართველო ანუ რუსეთი საბჭოთა კავშირი რუსეთი არა საბჭოთა კავშირშიც არ ახსენებდნენ რუსეთი ხო ბოლო მივედით იქამდე ვისაც ვიცნობ იტალიელებს ყველა მიცის რომ რუსეთი არა მეგობრებო საქართველო რომელიც არის უძველესი კულტურის ქვეყანა და საოცარი ისტორიის ქვეყანა. იტალიელის გაოცება არ არის ესეთი მარტივი, ხო. მაგრამ გაოცებულები არიან აი ესეთ პატარა ქვეყანას, რომელსაც ყველაფერი აქვს. ყველაფერი იმისთვის, რომ კარგად იცხოვროს. და იმედია ვიცხოვრებთ კარგად ხალბატონო ეკა. ეხლა მითხარით რატომ დაბრუნდით საქართველოში? მე მგონი ყველა ბრუნდება მაინც. საბოლოოდ კი. რაც არ უნდა მოხდეს. იტალიელი მეუღლეც თქვენთან ერთად რა თქმა უნდა წამოვიდა და აქ ცხოვრობს უკვე 3 წელია და სიგიჟემდე უყვარს საქართველოს. არ გაუჭირდა? თქვენ წარმოიდგინეთ არა, არ გაუჭირდა. ერთადერთი რაც უჭირს ეს არის რომ შვილების სიახლოვე და ყავს პატარა შვილი დიეგო. აქ ძალიან მოსწონს მარკოს, ძალიან. წერა კითხვა ისწავლა. ხო. ისწავლა ძალიან კარგად კითხულობს და ძალიან კარგად წერს. მოდი დღევანდელობას რო დაუბრუნდეთ. აი ახლა საკმაოდ აქტიურად ხართ ჩართული პროცესებში. რა პარალელს სწავლებთ მაშინდელს და ახლანდელ ბრძოლას შორის? რა არის საერთო, რა არის განსხვავებული? იცით დღეს რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე რომ თურმე 99 წელს უცხოურმა ძალებმა განახორციელეს ეს ჭყლეტვა იმასაც არ ახსენებენ დარბევას, დაჩეხვას და დაწამვას 36 წლის უკან რუსულმა ჯარმა დაჩეხა, დაწამლა ადამიანები და 9 აპრილს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 9 აპრილს 1000-ობით ადამიანის სისხლი გადარეცხეს რუსთაველიდან. და იფიქრებდით, რომ აი ამდენი წლის შემდეგ ისევ დადგებოდა ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის დრო, ევროპული კურსი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა და ისევ იქ იქნებოდით, სადაც ამდენი წლის წინ იყავით. ჩვენ დღეს საუბრობთ ახალგაზრდა თაობაზე. მაგრამ გვავიწყდება, რომ ამ ახალგაზრდა თაობის წინ
დგას ჩვენი თაობა. რომელმაც ალბათ ბევრი მოვითმინეთ, ბევრი გადავიტანეთ, ბევრი არ ვთქვით, როცა საჭირო იყო. ბევრ რაღაცებზე დავხუჭეთ თვალი. ბევრი ომი და სისხლი ვნახეთ. და ალბათ ამან მაინც დაღი დაასვა ჩვენს ცნობიერებას. მაგრამ ეს თაობა არიან თავისუფალ საქართველოში გაზრდილები კი. ამ ბავშვებს, რომელთაც უსაზღროდ უყვართ თავისი ქვეყანა, იცით რა განასხვავებს ჩვენგან? ის რომ მათ საკუთარი სამშობლოსგან უნდათ სახელმწიფო ჩამოყალიბდეს და ამ სახელმწიფომ იზრუნოს თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე, ბედნიერებაზე, რომ ადამიანმა ბედნიერად იგრძნოს საკუთარ ქვეყანაში თავი. ჩვენი შეგრძნება იყო სამშობლო, ჩვენი მიწაწყალი. ამათი შეგრძნება თავისუფლების არის სახელმწიფოებრივი. ერთხელ მე მახსოვს მარკოს ვკითხე 2008 წელთან დაკავშირებით, რომ ფილმს ვაყურებინე მახსოვს და ვუთხარი რომ აი გიყურებთ მეთქი თქვენ იტალიელებს და მაინც არ გაქვთ ჩვენსავით ეს სამშობლოს შეგრძნება თქვა აი რაღაცა აი ვერ ატყობ ამ იტალიელს კი ახლა ფეხბურთი უყვართ თქვა თავიანთი პიცა უყვართ რა თქმა უნდა აი სამშობლო უყვართ მაგრამ აი ეს ბრძოლა და იცით რა მითხრა ჩვენ ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთო ჩვენ არ ვფიქრობთ ამაზე ჩვენ გვაქვს სხვა საზრუნავი ისინი ნელა მიუყვებიან ცხოვრებას. იტალიელებს აქვთ ესეთი გამოთქმა dolce vita. და ისინი აი ნებივრობენ ცხოვრებით. მათაც აქვთ რა თქმა უნდა თავიანთი 1000 პრობლემა, მაგრამ ჩვენ ეს შესაძლებლობა არასოდეს არ გქონია, რომ გვენებივრა ეგ ბედნიერება რამდენი ხანია ცხოვრებით და აი ამ ბავშვებს, აი ამ ახალგაზრდებს უნდა ამისთვის ბრძოლა ჭირდებათ. დიახ. ეს ეჭიროებათ ამისთვის ბრძოლა და მე თქვენი სტუდიიდან დღეს შემიძლია თამამად უთხრა ახალგაზრდა თაობას რომ მე ერთი რიგითი მოქალაქე. აი ეს თქვენი გოგონა შავთეთრი ფოტოდან ნანა მახარაძე. ყველა იმ ბიძების და დეიდების სახელით ვინც მაშინ 9 აპრილს იქ ვიდექით. მინდა ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდა თაობას ვერ დავახვედრეთ ისეთი ქვეყანა, როგორცაც იმსახურებენ. ეს მართლა ჩემი უდიდესი ტკივილია, იმიტომ რომ პირველი ტკივილი არის ის, რომ საოცრად გახლეჩილია დღეს ჩვენი ქვეყანა. საოცარი შუღლია, რაღაცა საშინელი ბოროტება ადამიანს, როცა ერთმანეთის სიკეთე არ უხარია. ეს ალბათ ყველაზე რთული რამ გვჭირს დღეს. ერთადერთი იმედი ჩემი და დარწმუნებული ვარ ამაში არიან ის ახალგაზრდები, აი ეს ფერადები, ის განათლებულები, უსაზღროდ თამამები, უსაზღროდ თავისუფლები. ისინი ამ გამარჯვებას დაარქმევენ სახელს და გამარჯვებას რა თქმა უნდა საქართველოს ერქმევა. ამდენი სიცოცხლე სადღაც გამოუშვებს თავის ხილს. აი ამდენი ქვეყნისთვის შეწირული ადამიანი. ის თესლი აუცილებლად ამოღვივდება. და მე ზუსტად ვიცი რომ ამ ქვეყანას აქვს აი ეს ბედისწერა რომ რაღაც ისეთი ქვეყანა ვარ თითქოს აი ყოველ დღე თითო გმირი იბადება ამ ქვეყანაში. და რა უნდა მოერიო საქაურობას. მე ამას თქმის უფლებას მაძლევს დღევანდელი ღიმილის ბიჭები, რომლებიც საოცარი ადამიანები არიან. მათი მშობლების შემართება, ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას და ვინც ჯერ კიდევ ვერ დგას ჩვენს გვერდით, იმათ ვეტყოდი, რომ
მოусმინეთ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ გინდათ თუ არა ეს ამ მომავალი ახალგაზრდებს მათი. უნდა ჩავაბაროთ ეს ქვეყანა. ამბავი, რომელსაც შვილიშვილებს სიამაყით მოუყვებით. რა ვიცი, ალბათ ბევრ ისტორიებს ყველაფერზე ერთად. რაღაც ისეთი გადაცემა გამოვიდა, ძალიან სევდიანი, მაგრამ იყო მხიარული ისტორიებიც ჩემს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, რაღაც დიდი გამონათებები. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ყავს საუკეთესო სამეგობრო წრე ადამიანები, ერთგულები, ღირსეულები და მე ვამაყობ ამით. მე ვამაყობ ჩემი ოჯახით, ვამაყობ ჩემი შვილით და ჩემ შვილიშვილებს ვეტყოდი, რომ არასოდეს არ გამოგრჩეთ ის მომენტი, სადაც გექნებათ არჩევანი სწორ მხარეს დადგომის. ალბათ ეს ყველაზე რთულია ცხოვრებაში. აუცილებლად დადექით იქ, გამონახეთ თქვენ თავში ძალა, რომ იდგეთ იქ, სადაც იქნება ყოველთვის სწორი პოზიცია ჩვენი ქვეყნისთვის. ამის გაკეთება ალბათ ყველაზე რთულია, მაგრამ მე ალბათ ყველაზე მადლიანი. 1000 მადლობა ამ თაობას. თავგანწირვისთვის, სიყვარულისთვის, თავისი ქვეყნის გამძლეობისთვის, სიმტკიცისთვის, ღირსებისთვის, შეუდრეკელობისთვის. უდიდესი მადლობა და მე მათი ისინი არიან ერთადერთი, ვისიც მჯერა, აი ამ ახალგაზრდა თაობის. და ჩემი ტრადიციული ბოლო კითხვა, თქვენი ცხოვრების მთავარი ამბავი მაინც რა არის? თეული ადამიანის ცხოვრების მთავარი ამბავი არის სიყვარული. რითიც იბადება ადამიანი და თუ შენ ისე წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ სიყვარულს დაიმსახურებ წასვლის დროს, მაშინ უნდა თქვა, რომ გიცხოვრია დედამიწის ზურგზე. ჩემი მთავარი ამბავი არის ჩემი ქვეყანა, ჩემი ოჯახი და იმედია ჩემი ხვალინდელი დღე. ძალიან დიდი მადლობა. იმ ცრემლისთვის, რაც არაერთხელ მომადგა ამ ოპტიმიზმისთვის, რითიც ხართ გაჟღენთილი, წარმატებას გისურვებთ და სულ გამარჯვების გზით გევლოთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა დიდი. მე კი მომავალ კვირამდე გემშვიდობები, ეს იყო პირველი სტუდია. მშვიდობიან კვირას გისურვებთ. დროებით. გადაცემის პარტნიორია წყალი მთის. იცხოვრე სრულყოფილად.